ქალები ივანიშვილის რეჟიმის სამიზნე ქართულმა ოცნებამ ქალებზე ძალადობა ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად აქცია. რეჟიმი ერთ დღესაც არაგდებს, რომ მათ ტიტუშკები არ მიუგზავნოს. წუხელ აქციების მონაწილე თაია ცეკვავა სპრეიში ასხეს და სცემეს. ქალები პირდაპირ სამიზნეები არიან. მათ რეჟიმის დაქირავებული კაცები დაგეგმილად ესხმიან თავს მაშინ, როცა მარტონი არიან, ღამით, ქუჩაში თუ სადარბაზოებთან. ეს ძალადობა ფართო სურათის ნაწილია. ქალების ცემას არ ერიდებიან აქციებზე კამერების წინ, აკავებენ, შემდეგ კი არაადამიანური მოქცევის მსხვერპლი ხდებიან, აშიშვლებენ იზოლატორებში, აკითხავენ სახლებში. დაშინებას ცდილობენ მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ. მათთვის არც ორსული ქალების ბინებში მივარდნაა პრობლემა. აქტიური მოქალაქე თაია ცეკვავა გუშინ გვიან ღამით აღმოჩნდა ორი ზონდერის თავდასხმის ობიექტი. არ არის ეს თავდამსხმელები და არც სხვები, არც ერთი ადამიანი, ვინც მონაწილეობს დევნისა და თავდასხმების ორგანიზებულ დავალებებში, დღეს იდენტიფიცირებულიც კი. აი ამ ფონზე, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებას ხელთა აქვს ყველა ბერკეტი დამნაშავეთა გამოსავლენად და ამას არ აკეთებს, რეჟიმის წარმომადგენელი ვოლსკი დღეს ჩვეულად აბსურდს, უტიფარ ტყუილს ამტკიცებდა, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა და ამას ისინი აკეთებენ. ნანო ჩაკვეტაძე დეტალებით. რეალურად ძალიან ვრცელია იმ მოქალაქეების სია, რომელთა დასჯად და გაჩუმებას პროევროპულ საპროტესტო აქციებზე აქტიურობის გამო რეჟიმა თავისი ტიტუშკების ხელით სცადა. ნიშანდობლივია, რომ მათ შორის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მრავლად არიან ქალები. აქციების მონაწილე ქალებს უცნობი კაცები საღამოობით საცხოვრებელ სახლებთან უსაფრთხოებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ჩვენამ რეპორტაჟზე მუშაობისას მოვახერხეთ, რომ დავკავშირებოდით მეტნაკლებად ყველას, ვინც უკანასკნელ პერიოდში საკუთარ თავზე გამოსცადა. დავინტერესდით, რომელიმე საქმის გამოძიებაში ხომ არ დამდგარა შედეგი. მაგალითად, გამოავლინეს და დასაჯეს თუ არა ვინმე კრაპკოფის დამფუძნებელ გოგონებზე თავდასხმისთვის, სამოქალაქო აქტივისტ ია გაბუნიაზე, რეჟიმის კრიტიკოს ლაშა გაბიტაშვილზე, სტუდენტ ლერი დარჯანიაზე თავდასხმისთვის. ასევე ვესაუბრეთ ნუცვა მახარაძეს, რომელსაც 5 დღის წინ საკუთარ სახლში ლიფტთან დაესხნენ თავს. მოულოდნელი არ აღმოჩნდა, რომ ყველა ეს საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. დღევანდელ რეპორტაჟში გიყვებით რეჟიმის მოწინააღმდეგე ქალების ტერორსა და მათ თაროზე შემოდებულ საქმეებზე. ამ მარშიდან რამდენიმე საათში სახლისკენ მიმავალ ახალგაზრდა ქალს ორი უცნობი მამაკაცი უკნიდან მიეპარა და ფიზიკურად გაუსწორდა. პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს თაია ცეკვავას თავდამსხმელები მეტრო ახმეტელის მიმდებარედ ჩიხში ჩაუსაფრდნენ, სადაც თაია თავის დას უნდა შეხვედროდა. ერთმა თავდამსხმელმა ახალგაზრდა ქალს წიწაკის სპრეის სახეში დამიზნებით შეასხა. მეორემ კი ხელი ჰკრა და მიწაზე დააგდო. ყადრებაც მახსოვს რაღაც დაანღელა რომ მიხსენებ შედაწყდები ერთ-ერთმა წამაქცია და მეორემ სპრეი შემასხა ეს მახსოვს მე ყველაზე მქონდა ხრჩობის და ხოლების შეგრძნება და სუნთქვაც მიჭირდა და ნუ მითხრეს ის რომ აქციაზე ვერ მოთხოვნა ის იყო რომ აქციაზე აღარ გავსულიყავი. დემონსტრანტი ქალის ემოციური მდგომარეობა მძიმეა. შეუძლოდა დედაც, რომელმაც შვილზე თავდასხმის ამბავი Facebook-ით შეიტყო. ამიტომ თაია კამერებთან გამოჩენას უფრთხის. ქალს ჯერ პოლიციისთვის არ მიუმართავს. არადა შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება მაინც დაიწყოს. ვერ სუნთქავ. არა, просто მეცვის ყველაფერი. თუმცა რაღაც აკვირია, რომ მგომელაურის უწყება გამოძიებას Facebook პოსტის საფუძველზე არ იწყებს, როცა ნუცა მახარაძესა და ქეთი ჯაჯანაშვილზე თავდასხმიდან ერთი კვირის თავზეც კი არ უცდია რამე დაედგინა მომხდარის შესახებ. არადა თავდასხმის სამიზნეც, მიზანიც და ხელწერაც იდენტურია. დაშინების მიზნით აქტივისტ ქალებს სავარაუდოდ რეჟიმის ტიტუშკამ წიწაკის სპრეი და ბრილიანტის მწვანე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ლიფტიდან გამოსულებს შეასხა. სამ სისტემის ინტერესში არ შედის, რომ ეს საქმეები გამოიძიონ და ცხადია არ ველოდები, მოლოდინი მაქვს ნული, რომ გამოძიება რამეს დაადგენს და დამნაშავეს იპოვნეს და ასე შემდეგ. შედეგი ზუსტად ვიცი, საბოლოოდ იქნება არა ჩემს სასარგებლოდ. ან საერთოდ არ დადგება, ან თუ დადგება ის არ იქნება, რაც არის სიმართლე. რაც შეეხება თაიაზე თავდასხმას, ხო, ეს არის ერთგვარი გაგრძელება, ხო, იმავე მეთოდით წიწაკის სპრეი შეასხეს ამ ადამიანს, ხო, და მე ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნუ
რაზე უნდა ვილაპარაკოთ ხა ამაზე ამის იქით რა არსებობს ხა ამაზე უნდა დავქნან და დავხოცო ჩვენს ბევრს მეგობარს დახვდნენ ლერი დარჯანია რომელსაც მოწყალოდ გაუსწორდნენ ტიტუშკები და მისი საქმეც თაროზია შემოდებული როგორც სხვა აქტივისტების და სხვა მოქალაქეების ახალი რეპრესიები ახალი ტალღა წამოვიდა რეპრესიების ახლა უფრო ქალებზე არიან გადართულები მივეჩვიეთ ესე რომ ვთქვათ რომ ვიღაცა შეიძლება რომ გავიდეთ გარეთ 4-5 ქართული ოცნების ამომრჩეველი ტიტუშკა ან დაქირავებული ადამიანი დავხვდეს მაგრამ იმაზე ძლიერად ვერ გვეტკინება ვიდრე რაღაც საქართველოს გარუსება ჩვენ აბსოლუტურად გააზრებული გვაქვს ქალ აქტივისტებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩვენი პროტესტში მონაწილეობა წინახარში ჩვენი გადანაცვლება ზუსტად იმან გამოიწვია რომ ნაკლები დაჭერა ყოფილიყო იმ მამაკაცების რომლებიც ჩვენთან ერთად დგანან ქუჩაში აქედან გამომდინარე მათი ეს რაღაცა თავგამოდებული ბრძოლა ჩვენ წინააღმდეგ არაფერს არ ნიშნავს ჩვენ ვიქნებით ბოლომდე ქუჩაში და ვიცავთ ერთმანეთს ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური მემკვიდრეები ქალებზე თავდასხმების გამოუძიებელ საქმეებზე პასუხისმგებლობის ისრებს ისევ ყოფილი ხელისუფლებისგან მიმართავენ. გიავოლსკიმ ფორმულას კრიტიკულ შეკითხვებზე საპასუხოდ თავის გასამართლებლად დღეს ისიც კითხვა, რომ ეს თავდასხმები საგამოძიებო და უსაფრთხოების სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება და შესაძლოა როგორმე ჩვენ ჟურნალისტებს გვაძლევდეს ხელს. Როგორც რომ სახში დახვდები, წააქცევ, ეს არათუ რაიმე სტრატეგიულ უპირატესობას შეგმატებს, არამედ სერიოზულად დაარტყავს იმიჯს, ხელისუფლების იმიჯს და მით უმეტეს თუ ესეთი პროპაგანდისტული კარგად აწყობილი სისტემა გემსახურება და მე ვფიქრობ რომ ეს მაინც თქვენ ახლა ეგეთი ფაქტები თუ ვინმეს აწყობს და ვინმეს ხელს უწყობს თავის საქმიანობაში ეს არის ის პროპაგანდისტული მექანიზმი რომელიც აი ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ემსახურება აქამდე ვინმეს მაინც გადაჭარბებულად ეჩვენებოდა იდენტური მსგავსება ქართული ოცნების რეჟიმსა და პუტინის რეჟიმს შორის. ბოლომდე საფუძვლიანად არ მიაჩნდა პარალელების გავლება ივანიშვილისა და კრემლის რეპრესიულ პოლიტიკას შორის. ამიჭვების გასაფანტად ეს კოლაჟიც საკმარისია. უკანასკნელი მკრთალი ზღვარიც კი კრემლისა და ოცნების ხელწერას შორის წაშლილია. რეჟიმი ებრძვის ყველას, ვინც მის წინააღმდეგ ხმის სამაღლებას გაბედავს. თავდასხმების მიუხედავად ერთობის მარში მიმდინარე კვირაში მაინც ჩაინიშნა. მოწინავე ხაზზე ისევ ქალები დადგებიან.